რა ანუ სისხლი მართლა არ ჩერდება. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ჩემი არხი 1 წლის გახდა, 28 ნოემბერს დავდე პირველი ვიდეო. ძალიან კარგი 1 წელი იყო, ვეცადე რომ გამეკეთებინა საინტერესო ვიდეოები, ასე თუ ისე საინტერესო ვიდეოები გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში რასაც ვაკვირდები თქვენი გამოხმაურებიდან გამომდინარე, მოგწონთ და კმაყოფილები ხართ. ეს ჩემთვის არის ძალიან კარგი და რა თქმა უნდა ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. YouTube ჩემთვის არის ერთგვარი ჰობი. როდესაც გამოვდივარ ბუნებაში, ვცდილობ გადავიღო რას ვაკეთებ და თუ რამე მაინტერესებს ამ ცხოვრებაში ზოგადად, პირველად რო ვცდი, ვცდილობ რომ გადავიღო და გაჩვენოთ თქვენს. დღევანდელ ვიდეოში მინდა გავაკეთო ესეთი რაღაცა. პირველად ვცდი, რამოდენიმე დანა მაქვს მოკლედ, რომელიც დამაქვს ხოლმე დღეში. 2 ცალი შევიძინე, ერთი მქონდა ხოლმე ყოველთვის, სულ თანდა მქონდა. 2 ცალი შევიძინე და მინდა რომ მოკლედ გავლესო. გალესვა რატოა საჭირო? როდესაც ბუნებაში ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ბუნებაში არ იყო, დანა ხშირად ბლაგდება და საჭიროა რომ მოკლედ ის შედეგი მოგცეს, რა შედეგიც გინდა. ამიტომ გადავწყვიტე რომ ვისწავლო, რამოდენიმე რაღაცა გამოვიწერე, თუმცა საშინელი შედეგი მომცა და გაჩვენებთ როგორ ილესება დანა. მეც პირველად ვაკეთებ, უნდა ავაწყო ახლა ყველაფერი მოკლედ და ძალიან მარტივია, ძალიან ბიუჯეტურია და ვნახოთ მოკლედ რა შედეგს მოგცემს. პირველ რიგში თხოვნა მექნება რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და დამიწეროთ კომენტარები აუცილებლად და რა თქმა უნდა გრძელდება და ვაგრძელებ კიდევ 1 წელი და 10 წელი და 20 წელი ალბათ რა ვიცი. სანამ მოკლედ რაღაცა არ დამემართება, მანამდე ალბათ გავაგრძელებ მოკლედ და თქვენს გვერდით ვიქნები. ყოველთვის გაგიზიარებთ ჩემ გამოცდილებებს და ყოველთვის ბევრ რაღაცას აღმოვაჩენთ ერთად. ესეთი 3 ცალი დანა მაქვს. 1, 2 და მე-3. მოდი დავიწყოთ პირველი დანით. ეს მიყვარს ყველაზე მეტად. ახლახანს შევიძინე და ძალიან კარგი რაღაცა. ბიუჯეტურია, 40 ლარი გადავიხადე მეგობრებო ამ დანაში. არ ვიცი, სულ შემთხვევით მოვკარი თვალი მაღაზიაში და მოკლედ არც ვაცხელე პირდაპირ ვიყიდე, იმიტომ რომ დანები ჩემთვის რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია. მიყვარს ერთ სიტყვით. აი ესეთი რაღაცაა. აქ 47 აწერია. საკმაოდ მძიმეა და მოზრდილი, ანუ ბუნებისთვის ძალიან მაგარი რაღაცაა. ამას ახლა დამატებით რაღაც ფუნქციებიც აქვს. აი ესეთი თავისი ის მოყვა, ნაპერწკალის წარმომქმნელი. გაჩვენებთ. ალბათ რა ვიცი, თუ უყურებთ ხოლმე ბუნების ვიდეოებს, სავარაუდოდ გეცოდინებათ ეს რაც არის. აი ესე ნაპერწკალს წარმოქმნის. როდესაც ცეცხლის დანთება მოგინდებათ, ამით შეგიძლიათ დაანთოთ. ასევე აქვს კომპასი წინა მხარეს და სალესები. სალესები წეღარ რო გითხარით, ანუ აი ესეთი სალესი აქვს, აქ ატარებ ამ დანას აი ესე. და შეიძლება რაღაცა შედეგი მოგცეთ დროებით. თუმცა მე მიყვარს ბრიტვასავით როა დანა და ზუსტად ამიტომ მინდა რომ ვისწავლო კარგად ლესვა. მეორე სალესიც აქვს აი ესეთი ქვა, ამაზე შეგიძლიათ აატაროთ ესე. ხო, თუმცა ეს იმ შედეგს ვერ მაძლევს, რა შედეგიც მჭირდება. ეს დანა რომ ვიყიდე, კარგად ჭრიდა სხვათა შორის. ანუ კარგად ჭრა რას ნიშნავს? როდესაც ეს დაიდებთ ხელზე და ბეწვს გაგპარსავთ, ეს ნიშნავს რომ დანა კარგია და კარგად ჭრის მოკლედ. შემდეგ ვცადე ამაზე გატარება რამოდენიმეჯერ, ასევე ქვაზე, მაგრამ ის შედეგი ვეღარ მომცა რამოდენიმეჯერ რომ გამოვიყენე. ხო, ეს არის პირველი დანა. მეორე დანა არის ესეთი ლამაზი გრავირებით, რომელსაც გელი აქვს ამოტვიფრული. ეს გახლავთ ჩვეულებრივი ჯიბის დანას რო ეძახიან, თუმცა რაღაც ჯიბის დანა, ეს რავი, ჯიბეში რო ჩაიდო ალბათ 1-10 წელი უნდა ჩაჭდე. ამ დანების ტარება მეგობრებო არ შეიძლება ქუჩაში, ქალაქში და ასე შემდეგ. კანონდარღვევა ჩვეულებრივი ჯარიმა, როგორც ვიცი 200 ლარი თუ 500 ლარი არ მახსოვს ზუსტად. მოკლედ არ შეიძლება, თუმცა საჭიროა რომ ატარო. ანუ მე ვგულისხმობ ახლა ადეკვატურ ადამიანზე რა. როგორც იარაღზეა პირობითად, ნუ ახლა იარაღის თემებიც გადასახედია ყველას რო აძლევენ უფლებას რომ ატაროს იარაღი ცეცხლსასროლი. ამაზეც რა თქმა უნდა იყოს აუცილებლად ლიცენზია. თუ გსურს რომ დანა ატარო, უნდა გაიარო შესაბამისი, ასე ვთქვათ, გამოცდები და ასე შემდეგ, რომ
ადამიანი ჯამთელია, ჭკვიანია, წესიერია, ნორმალურია, პატიოსანია და ვიღაცისთვის, ასე ვთქვათ, ზიანის მიყენებისთვის არ ჭირდება დანა. უბრალოდ უნდა რომ ჯიბეში ედოს, რომ ვიღაცა ნაგლებისგან და ვიღაცა უბედური ხალხისგან ყოველთვის თავი დაიცვას. ყოველთვის იჩაგრება მეგობრებო ჩვეულებრივი პატიოსანი ადამიანი და ეს ძალიან ცუდია. ეხლა როგორც ვიცით, წიწაკის სპრეიც, ასე ვთქვათ, ამოიღეს და წიწაკის სპრეისაც, როგორც ვიცი, უკვე რაღაც შეზღუდვები აქვს. თუმცა გადასახედიაო. ესეც ძალიან ცუდია, მეგობრებო. მესმის, ეხლა ვაჟკაცები ვართ, კაცები ვართ, მაგრამ ვიღაცა რომ მოგადგება ქუჩაში დანით და ასე შემდეგ, ხო? ამით თუ თავს ვერ იცავ, ელემენტარული წიწაკის სპრეი რომელიც ედოს ადამიანს, იმით მაინც თავს დაიცავ, მაგრამ ეგეთი თავდაცვის საშუალებაც რო აღარ გვექნება, უკვე ძალიან ცუდია, იმიტომ რომ 8 კაცი როცა მოდის, ან 3 კაცი, თუნდაც 1 კაცი შეიარაღებული და შენ არაფერი არ გიჭირავს და ასე ვთქვათ, მუშტის ამარა ხარ, ცოტა არ იყოს და რთულია ეგ სიტუაცია. მოკლედ დაკრავს ერთხელ და დაგაგდებს გოჭივით რა. მე ვერც პატრული ვერ გიშველის და ვერც მამაზე ციერი. ამიტომ აუცილებლად გადასახედია აი ამასთან დაკავშირებით კანონი და შესაძლებელია აუცილებლად რომ მინიმუმ წესიერ და პატიოსან ადამიანს თავდაცვის საშუალება ჰქონდეს. ასევე მაქვს აი ესეთი ვიქტორინოქსის დანა. ეს არის მრავალფუნქციური, რაღაც შურუპის მომხსნელი, დამჭერი, ძალიან ბევრი რაღაცა აქვს, მოკლედ, აი ესეთი სახსნელი აქვს ღვინის, შამპანიურის და რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცა აქვს, მოკლედ, ასევე აქვს დანა. აი ესეთი სახსნელები, მაკრატელი და ასე შემდეგ რა, ხერხიც აქვს პატარა. აი ესეთი ხერხი პატარა. ეს ძალიან კაი დანაა, პატარა, კომპაქტურია. შეგიძლია ატარო ყოველთვის ბუნებაში და ბევრ რაღაცაში გამოგადგება, მოკლედ. ეხლა უშუალოდ გაჩვენებთ, როგორ ვაპირებ გალესვას და რა მაქვს წამოღებული. აი ესენი მაქვს წამოღებული, მოკლედ, ფიცრები, შკურკა. ამას ეძახიან თუ არ ვწდები ქრომოქსიდის პასტას, თუ რაღაც მსგავს. ეს არის საპრიალებელი უკვე ბოლო ეტაპი და აი ესეთი ტყავის ქამარი. ვაკეთებ როგორ რაღაცას. ანუ ეს შკურკებიც არის ზომების მიხედვით. არის 1000-იანი, 400-იანი და 2000-იანი. აი ეს დავალაგებ 2000-იანი, 1000-იანი და 400-იანი. 400-იანი არის უფრო, როდესაც დაბლაგებულია პირი, დანის პირი, მაგ შემთხვევაში იყენებენ 400-იანს, რომ უფრო მარტივად აიღოს ზედაპირი. 1000-იანი და 2000-იანი უკვე იმისთვის არის, რომ პირობითად 400-იანით როდესაც გავლესავთ დანას და დატოვებს რაღაც ჩაღრმავებებს პატარ-პატარას, აი ესენი უკვე გვეხმარება ნელ-ნელა, რომ ის ჩაღრმავებები, ასე ვთქვათ, გაასუფთავოს და დანას მისცეს სიმკვრივე და პლუს ბზინვარება. ხოლო შემდეგ აი ეს ტყავის ქამარი, ოღონდ უნდა იყოს აუცილებლად სუფთა ტყავი. ტყავის ქამარი არის საბოლოო ეტაპი, როდესაც მიყვავს დანა, ასე ვთქვათ, ბრიტვამდე, ბრიტვის დონემდე, რომ იყოს ძალიან, ასე ვთქვათ, ჭრელი და პლუს ასევე იყოს ბზინვარე და ლამაზი. აი ეს გვეხმარება ზუსტად მაგაში. ამას წავუსმევთ ქამარზე, აი ასე და შემდეგ უკვე ვატარებთ დანას. ამ ყველაფერს გაჩვენებთ დეტალურად რა ხდება და როგორ ხდება. აი ეს პატარა რაღაც დეტალი, მოკლედ 8 ლარი ღირს თუ 6 ლარი გამოწერით, ყველა მიცით თიმურუა ჩინური საიტი. მაგ საიტზე რომ ჩაწეროთ, ჩვეულებრივად მოიძიებთ აი ამ პატარა დეტალს. ჩამოგივათ და მოკლედ ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ აი ესეც. კარგი, მოკლედ ეხლა დავიწყებ ნელ-ნელა აწყობას. ვაპირებ როგორ რაღაცას, ანუ აი შკურკები უნდა გადავაკრა აი ამ ფიცარზე, რომ სიმყარე გქონდეს. დავიწყოთ პირველი, აი ესეთი ფიცარი გვაქვს. აი 400-იანი მეგობრებო, აწერია რა ზედ, რომ მიხვიდეთ ნებისმიერი ბაზარში როა მაღაზიები პირობითად რაღაც სამშენებლო რაღაცები რო იყიდება, ჩვეულებრივად შკურკები აქვს ზომების მიხედვით და მოკლედ მოგცემენ და შეგირჩევენ ნებისმიერს ზომების მიხედვით არის, როგორც გითხარით და ანუ ეს ზომები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ავიღებთ უფრო დაბალს ან მაღალს, შესაძლებელია დაგვიბლაგოს უარესად.
აი დაახლოებით ესე რომ გადავჭიმ. მაგრამ აი ეს რითი დავაკრა ეხა. საინტერესოა. წავალ რამეს მოვძებნი, აბა იქნება იყოს რამე. მოკლედ სადღაც 1 საათია ვეძებ და ვერაფერი ვერ ნახე ისეთი განსაკუთრებული რომ დავაკრა. ეს აქ საიდანო. დავიწყოთ მოკლედ, აი ესე გავასწორებ ერთ პირს. ეს გამომიგზავნეს. და ესე ვეცდები რომ რამდენად გამოვა ვნახოთ. ნუ ყველაზე მარტივი საშუალებაა ეს, შეგვიძლია დავაწებოთ ან რამე, რაც მოგვეპოვება სახლში, იმით გავაკეთოთ. აი ესე გაკეთდა ერთი პირი. შემდეგ ამას გადავჭიმავ. აი ასე. მაქსიმალურად ეცადოთ რომ დაჭიმული იყოს. გარემ ორ პირს გავაკეთებ. რო შკურკა მალე გაწვდება სავარაუდოდ და კიდე რო არ ვიწვალო შემდეგ მეორე პირზე დავიწყებ ხოლმე ლესვას. არ ვიცი რამდენი ხანი მეყოფა, მაგას გეტყვით აუცილებლად მერე. აი ასე. ასეთი რაღაცა გამოვიდა, მოკლედ ეხა ზედმეტს მოვაჭრი რაც არის. აი მეგობრებო, უყურეთ, როგორი რაღაცა გამოვიდა რამოდენიმე წამში. ნუ თქვათ, კაი 1 წუთი. ამაზე უკვე ესე გაილესება. თუმცა გავაკეთოთ შემდეგი ესე ავიღოთ ეხა 1000-იანი. აი ეს კიდევ დაგვრჩა, ამაში ერთ ცალში მივეცი 2 ლარი. და 3 ცალი გამოვიდა 6 ლარი, ლოგიკურია. დავაკრათ შემდეგი მოკლედ. ასე. ტყვიები გამოილია და შევცვლი ახლა. კიდევ კაი წამოღებული მქონდა. ეს არ ყოფნის, უნდა გადავტეხოთ. გავაგზავნოთ მოკლედ.
ასე დავჭიმოთ კარგად. ესეც მეორე მეგობრებო. 1000-იანი. ჯერჯერობით 2 ცალი გვაქვს. ახლა გავაკეთოთ მესამე. ესეც მესამე. 3 ცალი სალესი გვაქვს. სულ რაღაც 3 წუთში. კარგი, ეხა მოკლედ კიდევ ჭირდება. ასეთ ჩვეულებრივი კონტეინერი წამოვიღე. ამაში ჩავასხავ ეხლა წყალს. აი ასე. ხო, ეხა მე აქ ვეღარ ვხედავ ზომებს, თუმცა ხელით მიხვდებით. აი ხა ეს არის 400-იანი, იმიტომ რომ ძალიან ის არის რა, უხეში. და ეს არის 1000-იანი და ეს არის უკვე 2000-იანი. მოდი დავიწყოთ ცოტა უხეშით ახლა. პირველივე ამდანით დავიწყოთ. ანუ ეხა პრინციპი როგორია? ეს კარგად არც მე არ ვიცი. აი ესე, სავარაუდოდ ხო ესე უნდა. დავასველოთ მოკლედ, კარგად. ზედაპირი. და დავიწყოთ. აი ამას ეხა ცოტა სიმყარე სჭირდება. კი აი მეტალის ნარჩენებს ტოვებს, აშკარად მუშაობს. ნელ-ნელა დავამუღამებ რა. ანუ ცოტა კუთხე უნდა მივცეთ. ლესვის დროს რა, ცოტა ზევით უნდა დავიჭიროთ. ამასაც მე ნელ-ნელა დაასპეცებთ, მეც დავასპეცებ. აი მეტალის ნარჩენებს ნახე როგორ ტოვებს. აი ეს არის მეტალის ნარჩენები. სავარაუდოდ მუშაობს და ის სალესი. შიგადაშიგ გავასუფთავოთ ხოლმე ზედაპირი და გავაგრძელოთ მე ისე. ერთი პირი ცოტა გაილესა და იცი როგორ გასინჯეთ ხოლმე, როდესაც აი მეტალის ნარჩენებიც მოგვ უკვე ხელებზე. მოკლედ ანუ როდესაც ერთი პირის ლესვას მორჩებით, მეორე მხარეს იტოვებს ხოლმე ასეთ რაღაცა, ასე ვთქვათ, დაბრკოლებებს. ფრჩხილს როცა აუსმებთ დანის პირს და დაბრკოლება აქვს, ესე იგი პირველი მხარე გალესილია უკვე ნორმალურად და უნდა დავიწყოთ მეორე მხარის ლესვა. დავიწყოთ ახლა მეორე მხარე. სავარაუდოდ მუშაობს. თორე კარგად გააპრიალა ზედაპირი, რასაც ვაკვირდები, ესე არისო. ანუ ეს არის იმაზე, რა ქვია, ტაჩილაზე გალესილი დანა. თავარია მცირე კუთხე მივცეთ. დახრა. ჩვენ ახლა არ ვცდილობთ რომ რაღაცა სამურაის ხმალი გამოვთვალოთ და სამურაის ხმალივით გავლესოთ, თუმცა გვინდა რომ კარგი შედეგი მოგცეს რა. აი უყურეთ. ანუ ბეწვებს საერთოდ ვერ პარსავს ეს. ნახოთ აბა რა შედეგს მოგცემს. კარგით, მოკლედ ახლა გადავიდეთ უფრო წვრილ პირზე. საკმაოდ კარგი შედეგი მოგცა. ძალიან კარგად გააპრიალა პირი. ის დეტალებიც ამოიყვანა, რაღაც ჩაღრმავებები რო ქონდა პირზე, დანას. ახლა ვცადოთ უფრო წვრილი ზედაპირი. აი ეს.
ეს არის შედარებით თხელი პირი, ანუ 1000-იანი. ეცადეთ, რომ გრადუსი, ანუ დანის მოხრა იყოს ერთი და იგივე. აი გაიჭრა. საკმაოდ მჭრელია უკვე. ნახეთ მეგობრებო, ეგრევე გაჭრა. ეს გაია. არა ძალიან მჭრელი გახდა. ეგრევე მიჭრის. გონი არ უნდა ამას აღარაფერი. მოდი ერთი გავატაროთ მაშინ ამაზე. 2000-იანზე. და მე ვცადოთ უკვე უშუალოდ კამარზე გალესვა. როგორც გითხარით, ეს დანა არის ტაჩილაზე გალესილი და პირი ქონდა საშინელება. მოკლედ, საკმაოდ კაი შედეგი მომცა. ანუ აი პირი ისე გააპრიალა, რომ კმაყოფილი ვარ. თუმცა ეხა საბოლოო ეტაპი დარჩა. სამივე ქვავცადე, სამივეზე გადავატარე, დაახლოებით 6-7 წუთია ვლესავ. ეხა საბოლოო ეტაპი რაც არის, ეს არის კამარი. თავარი არის კამრის შიდა მხარეს, აი ეს ბუსუსებიანი რო ავდნავ, მადიდან გავატაროთ დანა. ამაზე წავუსმევ ეხა მე სპეციალურად აი ამას. აი ესე, კარგად. რაც ცარცივით არის რაღაცა სპეციალურია მოკლედ. საპრიალებელია პლუს კარგად ასწორებს დანას და ხდება ბასრი. ესე. არ ვიცი, რამდენად ივარგებს ეს. ნახოთ. მოკლედ ასე დავიჭერე ხამე ამას. თორე ესეც სიმყარეზე უნდა იყოს აუცილებლად. და გავატარებ რამოდენიმეჯერ. ხო, საპირისპირო მხარეს მართლა ეგ აუცილებელია, რომ საპირისპირო მხარეს გავატაროთ. ანუ პირდაპირ არ გავატაროთ დანა. აი ასე. არ ვიცი, ეს ტყავი რამდენად იმუშავებს, საკითხავია. აი მეტალს როგორ ტოვებს მეგობრებო, ნახეთ. ესეც მუშაობს, ესე იგი. აი ნახეთ მეგობრებო, როგორი პრიალი გაუდის დანის პირს. საკმაოდ ბასრია ეხა ეს დანა. აბა ვნახოთ რას იზამს. აბა შეხედეთ მეგობრებო. აუ, გავიჭერი. ძალიან ბასრია. შეხედეთ მეგობრებო. ანუ წვერის გაპარსვა თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ აი ესე გალესოთ. ძალიან მაგარი შედეგია მოკლედ. აი რა შედეგია. ნახეთ. ოდნავ გავისვი, ოდნავ მეგობრებო, ჩვეულებრივი ბრიტვაა. აი, რატომ უნდა ატაროთ ბუნებაში ყოველთვის პირველადი დახმარების ჩანთა. კაცს არ იცის, რა მოგივა, რა დაგემართება, ამიტომ უნდა დაიმუშაო ყოველთვის. და უნდა ატარო აი ეს საჭირო ნივთი. აი ესეთი სპეციალური სტერილიზაციისთვის არის. რო გადაისვა. აი ნახეთ მეგობრებო, ჩვეულებრივი ჭრილობა მაქვს ოდნავი გასმით. ძალიან ღრმად შევიდა. რა მეგარაფერი. თავარია შედეგი არის. ანუ სისხლი მართლა არ ჩერდება. შეხედეთ, ხო გავიწმინდე ორჯერ. ამიტომ დავიკრავ ამას, რომ ცოტა ხანი გაჩერდეს და მერე მოვიცლი. თორე გავისურვებით, რომ მეტი კი არაფერია.
კაცი არა ვარ. რაც გვინდა კაცო, დასპირტვა. ამას შემდეგ. ამაში ყველაფერი მიდევს ამ ჩანთაში. მაინც დავეთ სპირტი არ მიდევს, რომ სტერილიზაცია გამეკეთებინა, თუმცა ადრენალინი, დექსამეტაზონი, რა ვიცი. ტკივილგამაყუჩებელი სიცხის დამწევი, წნევის დამწევი, ყველაფერი დევს მოკლედ. აი მეგობრებო, მეტყევეები იყვნენ, მოსულები. დაჭრეს შეშა, დაჩეხეს. ეხლა მე ცოტა მივასუფთავე, მივალაგე, მაგრამ აი ესეთი ნაგავი დალიეს, მიირთვეს. შეიძლება მეტყევეები არ იყვნენ, მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო რა, ანუ ეს არ შეიძლება, მეგობრებო, ეს არის საშინელება ბუნებაში პლასმასების დაყრა. რასაც შეჭამთ, რასაც მიირთმევთ და რომ მოილხენთ, ხო? ჯობია აიღოთ, წაიღოთ და გადაყაროთ. გაუფრთხილდით ბუნებას და გაუფრთხილდით საერთოდ ყველაფერს. მომდევნო წლიდან იკრძალება ესეთი პლასმასის რაღაც ნაკეთობები და ძალიან კარგია რა, იმიტომ რომ საშუალება აღარ ექნება ადამიანს რომ დააბინძუროს, ანუ ყველანაირად შეიზღუდება და ძალიან კარგია მოკლედ. იმიტომ რომ ვერანაირად ვერ ეშველა მოკლედ ამ საკითხს. ასევე როგორც იცით, ვათამაშებდი საძილე ტომარას, წინა ვიდეოში ვთქვი რომ გავათამაშებ თქო, გავათამაშე კიდევაც, გამოვავლინე გამარჯვებული, თუმცა დაახლოებით 2 კვირა გავიდა, 2 კვირაზე მეტი გავიდა, არ შემხმიანებია და სამწუხაროა, ამიტომ მიწევს რომ გავათამაშო სხვა ადამიანზე, რადგან ელოდება პატრონს მოკლედ ეს საძილე ტომარა. ამ ვიდეოს ქვეშ დამიწერეთ კომენტარები ჩემმა გამომწერებმა, ან ასე შემდეგ, თუ არ ხართ გამომწერე, ძალიან ცუდი, მაგრამ დამიწერეთ კომენტარები. შემდეგ ვიდეოში გამოვავლენ გამარჯვებულს და გამოგიგზავნით სადაც იქნებით ნებისმიერ ადგილზე. არ ვიცი კადრში რამდენად ჩანს, თუმცა შემოდგომაა და ფოტოცვენაა. ძალიან ლამაზია. ეხლა მანქანასთან გავდივარ, ფურცელი დამჩა. იმედია მომეპოვება რომ მანქანაში რომ ფურცელზეც მინდა გავტესტო. ასევე როგორც იცით, მაღაზია გავხსენი, სადაც არის ქალის და მამაკაცის ტანსაცმელი. თანამედროვე ბრენდული, შეგიძლიათ გადახვიდეთ. ლინკს დავტოვებ აღწერაში და მოკლედ გადადით და შეიძინეთ თუ რაიმე მოგეწონებათ, გამოგიგზავნით ნებისმიერ ადგილზე. აი ესეთი ფურცელი მაქვს. გავსინჯავ ხა მოკლედ. რამდენად კარგად მუშაობს. აბა შეხედეთ მეგობრებო. აი ესე მარტივად შეხედეთ, არანაირი დაბრკოლება. ძალიან კარგი შედეგი აქვს მოკლედ. აი ესე წმინდად გაჭრა. აი ასე. ეს რას ნიშნავს? რომ დანა არის ძალიან კარგი. პატარა ჭრილობაც კი მომაყენა. თმაც საკმაოდ კარგად გაპარსა რა, ანუ წვერის სპარსვაც თუ გიყვართ რაღაც, შეგეძლიათ ესე გალესოთ. და საკმაოდ კარგ შედეგს მოგცემთ. აი შეხედეთ მეგობრებო. ძალიან მაგრად ჭრის რა, ოდნავ შეახებდა ეგრევე ჭრის. სტუმარი მომივიდა. მოდი, აბა ნახე. კაი გალესილია. რა. რა სიკლაკნები ერთი ვითხარ. მოფერება გინდა? ჰა? მოფერება გინდა? დაგემშვიდობებით ახლა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამითმეთ დრო, მიყურეთ, რაღაცას წაიღებთ აუცილებლად ამ ვიდეოდან და მოკლედ როგორც გითხარით, უნდა გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, დამიწეროთ კომენტარები და შემდეგ ვიდეოში გამოვავლენ გამარჯვებულს და გადავცემ იმ საძილე ტომარას, რომელიც ვერ გათამაშდა, მგონი 2 თვეა. დროებით მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. მადლობა.